ღია ეთერში დაგიბრუნდით სტუმართან ერთად ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი მაგდა ნასყიდაშვილია ჩვენთან, რაც შეეხება საუბრის თემა დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მოგესალმებით. ალბათო მაგდა, მადლობა სტუმრობისთვის და რაც შეეხება ამ პროგრამას, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია, თუნდაც პირველი იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, როგორც აღნიშნე უკვე და თან ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობეს. და ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ დიალოგი იმით, თუ რა მიზანს ემსახურება და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამის არსებობა. გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. მადლობა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის შესახებ. დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანს წარმოადგენს თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის შექმნას ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თირკმლის ტერმინალური უკმარისობა ჯანმრთელობის მდგომარეობის საკმაოდ მძიმე დაზიანება არის. ამ დროს პრაქტიკულად თირკმელი სრულად კარგავს, ან თითქმის სრულად კარგავს თავის ფუნქციას, ფილტრაციას. ამ დროს არის მნიშვნელოვანი სწრაფად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა და პაციენტმა დაიწყოს მკურნალობა. მკურნალობის ტაქტიკებს რაც შეეხება, ეს არის თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც ორი მეთოდით არის წარმოდგენილი და ასევე თირკმლის გადანერგვის ოპერაცია. სამივე ამ მეთოდს აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა. კი ბატონო, და ზოგადად როდესაც საუბრობთ სერვისებზე, რა თქმა უნდა, ბენეფიციარებს და არა მარტო ბენეფიციარებს, ოჯახის წევრებს, ყველას აინტერესებს თუ რამდენად ხელმისაწვდომია, რა სერვისებზეა საუბარი და მოდით უპირველეს ყოვლისა ჩამოვთვალოთ, ხო? და შემდეგ რა თქმა უნდა, უკვე ხელმისაწვდომობა, დაფინანსება ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ პროგრამის ფარგლებში. დიახ, კი ბატონო, შევეხოთ მოკლედ, როგორც აღნიშნეთ, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ორი მეთოდია, ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი და ცალკე არის ქირურგიული მეთოდი, თირკმლის გადანერგვის ოპერაცია. სამივე ამ მეთოდს, როგორც ვახსენეთ, აფინანსებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა. ჰემოდიალიზის პროცედურის დროს პაციენტს ესაჭიროება წინასწარმომზადება, ქირურგიული მეთოდით მას ან მსხვილსის ზარღვში უნდა ჩაუყენდეს გრძელვადიანი კათეტერი, ან ასევე ქირურგიული მეთოდით ჩამოყალიბდეს, გაკეთდეს ეგრეთ წოდებული არტერიოვენური ფისტულა. სწორედ აი ამ წინასწარმომზადებული სისხლძარღვიდან სპეციალური მაგისტრალის მეშვეობით პაციენტის სისხლი შეედინება აპარატში, რომელსაც ეძახიან სწორედ ხელოვნურ თირკმელს და ეს აპარატი ასრულებს თირკმლის ფუნქციას. პროცედურა არის 4 საათიანი, ძირითადად გრძელდება 4 საათს და როგორც წესი სტანდარტულად პაციენტებს ენიშნებათ კვირაში 3-ჯერ ამ პროცედურის ჩატარება. სახელმწიფო აფინანსებს როგორც ამ პროცედურას, ასევე მასთან დაკავშირებულ ყველა დიაგნოსტიკურ გამოკვლევას თუ ესაჭიროება პაციენტს, ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ექიმის კონსულტაციას და ასევე ამ პროცედურასთან დაკავშირებულ მედიკამენტებს. კი ბატონო, აი ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების თემაზე მინდა ცოტა ისე მსუყეთ ვისაუბროთ. და ძალიან ძვირადღირებული. ძალიან ძვირადღირებულია. ჰემოდიალიზის სეანსისთვის საჭირო სრულად სახარჯმასალას და მედიკამენტებს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. შემდგომ ცალკე გამოვყოთ ამავე პროგრამის ფარგლებში ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება ორგანოგადანერგილი პაციენტებისათვის. დიახ, ეს როცა შევეხებით თირკმლის გადანერგვის ოპერაციას, ამ დროს ცალკე შევეხოთ ამ მედიკამენტებს. ახლავე ვისაუბროთ. კი ბატონო, ახლავე ვისაუბროთ. ეს მედიკამენტები პაციენტებს ესაჭიროებათ ორგანოს გადანერგვის შემდგომ ძალიან ხანგრძლივად და ყოველდღიურად. მედიკამენტების ღირებულება არის საკმაოდ ძვირი და ამას სრულად 100%-ით აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა. პაციენტს არ უწევს თანა გადახდა.
ასევე აქვე მინდა დავაზუსტო, ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ამ მედიკამენტების მიღება შეუძლიათ იმ პაციენტებს, ვისი ორგანოს გადანერგვაც განხორციელდა საქართველოში და ასევე მათაც, ვისი ორგანოს გადანერგვაც საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელდა. აქვე დავამატებ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ბოლო 2 წელია დაემატა ამ სახელმწიფო პროგრამას, თირკმლის გადანერგვის ოპერაციის წინ პაციენტს ესაჭიროება მომზადება. ეს არ არის ჯერ ორგანოგადანერგილი პაციენტი, ეს არის მოსამზადებელი ეტაპი გადანერგვის წინ. საკმაოდ ძვირადღირებული გადასასხმელი მედიკამენტი სჭირდებათ ამ პაციენტებს, რომელიც მანამდე არ იყო პროგრამაში და ბოლო 2 წელია ესეც დაემატა სახელმწიფო პროგრამას და ეს 2 გადასხმა ესაჭიროებათ და ამ ორივე პროცედურას და აი ამ მედიკამენტს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო გადასანერგად მომზადებულ პაციენტებს. ეხლა შესაბამისად, როდესაც საუბრობთ პროგრამაზე, ანუ ეს პროგრამა ძლიერდება წლიდან წლამდე. დიახ, შეგვიძლია ვთქვათ ასე, პაციენტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ხდება კომფორტული ამ პროგრამით სარგებლობა. და გარდა ამისა, როდესაც გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, საინტერესოა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ეს თემაც ჩავშალოთ თუ შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მადლობა ამ კითხვისთვის, ვინაიდან ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოება ჰემოდიალიზის მოსარგებლე პაციენტებისათვის, როგორც აღნიშნეთ, ამ პაციენტებს კვირაში 3-ჯერ უწევთ ვიზიტი კლინიკაში 4 საათიანი პროცედურის ჩასატარებლად. ეს არ არის ადვილი პაციენტისთვის და მათ უმრავლესობას ესაჭიროებათ გამყოლი, ანუ პაციენტის ოჯახის წევრი ან თანხლები პირი. ამდენად სულ 2 წლის წინ მაგალითად ისეთი მაღალმთიანი რეგიონები, როგორიც არის მესტია, ამბროლაური, ყაზბეგი, ხულო, ამ მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებელ ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პაციენტებს უწევდათ დიდ ქალაქებში სიარული, მაგალითად ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში. დღეს უკვე ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში ჰემოდიალიზის ცენტრები გახსნილია და ადგილზე არის ამ სერვისის მიღება შესაძლებელი. აი ბოლო დაახლოებით წელიწად ნახევარში 12 ახალ მუნიციპალიტეტში დაემატა ბოლო წელიწად ნახევარში. დღეს დიალიზის 50 ცენტრი ფუნქციონირებს საქართველოში, 38 მუნიციპალიტეტში არის უკვე ხელმისაწვდომი და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. დიახ, ზოგადად, როდესაც საუბრობთ ამ მდგომარეობაზე, ანუ საინტერესოა ბენეფიციართა რაოდენობა, რამდენად მზარდია და როგორია ზოგადად დინამიკა. დინამიკა წლების განმავლობაში მზარდია, რაც დაკავშირებულია ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასთან. კი ბატონო. მაგრამ გამოვლენას, რაც შეეხება, გამოვლენას, რაც შეეხება იმდენად სიმპტომურია ამ დაავადების სიმპტომები, რომ როგორც კი ეს სიმპტომები ჩნდება, რასაკვირველია, პაციენტი მიმართავს ექიმს, პირველ რიგში ოჯახის ექიმს შეუძლია გადაამისამართოს უკვე ექიმ ნეფროლოგთან და ექიმი ნეფროლოგი იღებს უკვე გადაწყვეტილებას მკურნალობის ტაქტიკის თაობაზე. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიული მეთოდი 2-ია, ერთი რაც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, ჰემოდიალიზი და მეორე ეს არის პერიტონეული დიალიზი, რომლის ჩატარება პაციენტს ბინაზე შეუძლია. წინასწარ ქირურგიულად მომზადება სჭირდება ამ პროცედურასაც, ამ შემთხვევაში სპეციალური კათეტერის ჩაყენება ხდება უკვე მუცლის ღრუში და ამ კათეტერის მეშვეობით
სპეციალური ხსნარებით, რომელსაც პროგრამა გადასცემს პაციენტს, სპეციალური ხსნარების გადასხმა შეუძლია პაციენტს უკვე ბინის პირობებში. ეხლა აი სიმპტომები ახსენეთ საუბრისას, რა თქმა უნდა, დროული ჩარევა არის ყოველთვის ეფექტური. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? დიახ, რაც შეეხება თირკმლის უკმარისობას და თირკმლის უკმარისობის როგორც თქვით, ჰემოდიალიზის ჩვენება დგება, როცა ტერმინალური უკმარისობა, თირკმლის უკმარისობის სტადიები არსებობს. ჩვენ, როდესაც საუბრობთ ტერმინალურ უკმარისობაზე, ეს არის თირკმლის უკმარისობის მეოთხე-მეხუთე სტადია. პრაქტიკულად, რა თქმა უნდა, პრევენციულ ღონისძიებებს რაც შეეხება, ეს არის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა სწორად, ჰიპერტონული დაავადების მკურნალობა სწორად. ამ პრევენციულ ამ ჩივილების მქონე პაციენტებს რასაკვირველია, ჩვენი ექიმები მიაწვდიან დეტალურად და ინფორმაციულად. კი ბატონო, და ისე დაფინანსების საკითხს მინდა მივუბრუნდე 2025 წელს უკვე გაცემულია 1.200.000 ლარის მედიკამენტი. დიახ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თან საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტია, ხო? დიახ, ეს მედიკამენტი, როგორც აღნიშნეთ, გაცემულია ორგანოგადანერგილ პაციენტებზე. დღეს პროგრამაში რეგისტრირებულია 600-მდე პირი, რომელიც ორგანოგადანერგილია და იღებს აი ამ მედიკამენტს. რაც შეეხება ჰემოდიალიზს, დაახლოებით 3600-მდე პირია დღეს ჰემოდიალიზის პროგრამაში რეგისტრირებული და იღებს ამ მომსახურებას. მოკლედ შევეხოთ თირკმლის ტრანსპლანტაციასაც, ვინაიდან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში პროგრამის ფარგლებში ჩატარებული თირკმლის გადანერგვის ოპერაციები ყველა დასრულებულია წარმატებით. როგორც ცნობილია, საქართველოში კანონმდებლობით დაშვებულია მხოლოდ ცოცხალი დონორისგან ორგანოს გადანერგვა. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს ორივე ოპერაციას, დონორის ოპერაციას, რეციპიენტის ოპერაციას და ოპერაციის შემდგომ მართვას. სრულად აფინანსებს ამას სახელმწიფო და როგორც აღნიშნეთ, გადანერგვის შემდგომ მედიკამენტებს, რაც აუცილებელი პირობა არის, ეს მედიკამენტები ხანგრძლივად ესაჭიროებათ ორგანოგადანერგილ პაციენტებს. ზოგადად დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ბიუჯეტს თუ შევეხებით, ერთ-ერთი მსხვილ ბიუჯეტიანი პროგრამაა. წლევანდელი წლის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. უკვე დაახლოებით 26 მილიონ ლარამდე უკვე შესრულებულ სამუშაოში გახარჯულია უკვე ამ პროგრამის 7 თვის ხარჯი შეგვიძლია დღეს ვთქვათ. რაც შეეხება გადანერგვას, დღევანდელი მდგომარეობით უკვე 37 ოპერაცია არის ჩატარებული და დაფინანსებული. ალბათ საინტერესო იქნება მოსახლეობისთვის, რომ გადანერგვის ერთი ოპერაციის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან შეფასებული არის 20.000 ლარად და პაციენტს არ უწევს თანაგატახდა. კი ბატონო. და ზოგადად რაც შეეხება პროგრამაში ჩართვას, როგორ ხდება და რამდენად გამარტივებულია ეს პროცესი წარსულთან შედარებით? დიახ, ესეც შეგვიძლია მადლობა ამ კითხვისთვისაც, ვინაიდან ამ ხრივაც ბოლო 2 წლის განმავლობაში, აი ბოლო 2 წელია ძალიან გამარტივდა პაციენტებისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის პროგრამაში რეგისტრაცია. მანამდე იყო ჩვეულებრივი პროცედურა, პაციენტს ან მის წარმომადგენელს უნდა მიემართა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის ფიზიკურად, ჩვეულებრივად ქაღალდზე დაეწერა განცხადება, განცხადება განიხილებოდა და რამდენიმე დღეში მას ეცნობებოდა პასუხი თანხმობის შესახებ. დღეს ეს პროცედურა არის ძალიან გამარტივებული, აეწყო სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, პაციენტს აღარ უწევს ფიზიკურად მისვლა არსად ადმინისტრაციულ დაწესებულებაში, ის მიდის პირდაპირ კლინიკაში. აქვე მინდა ესეც დავამატო, რომ პაციენტი კლინიკას ირჩევს თვითონ, მისი საცხოვრებლის მიხედვით ან მისთვის სანდო სამედიცინო პერსონალის მიხედვით შეუძლია აარჩიოს
და კლინიკიდანვე ხდება რეგისტრაცია. პაციენტი მის სატელეფონო ნომერზე იღებს 4-ნიშნა კოდს და როგორც კი კოდს გაუზიარებს სამედიცინო დაწესებულებას, უკვე ავტომატურად ხდება მისი რეგისტრაცია და რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ყველა ამ სერვისის მიღება შეუძლია უკვე პროგრამის ფარგლებში. აქ მინდა დავაზუსტო კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე ალბათ საინტერესო იქნება. როგორც ვთქვით, ჰემოდიალიზის პროცედურა კვირაში 3-ჯერ ტარდება, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს შეეძლოთ ქვეყნის შიგნით ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა, მაგალითად დასასვენებლად წასვლა ბათუმში, ქობულეთში, ბორჯომში. ეს პროცედურაც ძალიან გამარტივებულია, ჩვენ ყველა ამ ქალაქში გვაქვს ცენტრები, მას შეუძლია მაგალითად დასასვენებლად ბათუმში ყოფნის დროს მიმართოს ბათუმში არსებულ დიალიზის ცენტრს და ასევე მარტივად აი ამ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ბათუმის დიალიზის ცენტრი მას დროებით მოსარგებლად დაირეგისტრირებს და ზუსტად იგივე სერვისს მიიღებს, რასაც მის ძირითად სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მარტივია საჭიროების დროს დაუბრკოლებლად შეუძლია უკან დაბრუნდეს და ისევ თავის ძირითად სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელოს მისთვის საჭირო სერვისი. კი ბატონო და ქალბატონო მაგდა საინტერესოა ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ცხოვრების ხარისხი როგორია და ეს პროგრამა არის თუ არა წინაპირობა იმისა, რომ მათ იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით და აქვს თუ არა ასაკი კიდე ამ მდგომარეობას, ესეც საინტერესოა. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა, როგორც თავიდანვე აღნიშნეთ, ამ პროგრამით გათვალისწინებული სერვისები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ პაციენტებისთვის. სრულყოფილად ჩატარებული, სრულფასოვნად ჩატარებული სერვისი და ასევე ცხოვრების ის პირობები, რასაც ეს პაციენტები დიალიზის პროცედურებს შორის ეწევიან, რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველი, რომ მათ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და სრულფასოვნად იცხოვრონ. რაც შეეხება ასაკს, პროგრამაში არის ყველა ასაკის ბენეფიციარი, თუმცა საბედნიეროდ ძალიან ცოტა ბავშვთა ასაკის, დიახ, ძალიან. კი ბატონო და კიდევ მინდა ჩვენი საუბრის დასასრულს ყურადღება მაინც პრევენციაზეც გავამახვილოთ და არ მინდა რამე კომპონენტი გამოგრჩეს. ხომ არ დაამატებდით და სამომავლოდ ალბათ ეს პროგრამა ყოველწელს ძლიერდება და კიდევ კომპონენტებიდან გამომდინარე და გათვალისწინებით გაძლიერდება, ხო? დიახ, დამატებით რაც შეიძლება ითქვას, რაც გაუმჯობესდა მაგალითად ჰემოდიალიზის კომპონენტის ფარგლებში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კვირაში 3 ვიზიტი სჭირდება პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის წელიწადში 157 სეანსი, რასაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა. თუმცა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამა, რომ ინდივიდუალური და კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს მეტი. 157-ზე მეტი. ეს არის დაახლოებით თვეში 13 სეანსი, თუმცა ასე პროგრამა არ ზღუდავს, რომ აუცილებლად ერთ თვეში უნდა იყოს 13 და მომდევნო თვეში არ შეიძლება გადავიდეს დაუშვათ ის კვარტალურად არის ახლა 39 სეანსი განსაზღვრული, თუმცა თუ დასჭირდა პაციენტს 157-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მას უსასყიდლოდ ჩაუტაროს პაციენტს არ უწევს ზედმეტი პაციენტს არ უწევს ამ დამატებითი სეანსების ღირებულების გადახდა. კი ბატონო და რაც შეეხება პრევენციას, ანუ აი რისკ ჯგუფებს მაინც წარმოადგენენ დიაბეტით დაავადებულები. დიახ, რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ რა თქმა უნდა დიაბეტით დაავადებულები, ჰიპერტონული დაავადებით ქრონიკულად დაავადებული პაციენტები, რა თქმა უნდა, ამ დაავადებების პრევენცია, რა თქმა უნდა, ამცირებს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარებას.